ერთი ესეთი კარგი სიახლე გვაქვს TBC დაზღვევაში, ჩვენი თანამშრომლებისთვის, რაც არის, ფიქრობ, ძალიან კარგი სოციალური ბენეფიტი და რაც მდგომარეობს შემდეგში, 5 დამატებით საშუალებო დღეს ვაძლევთ თანამშრომლებს მენტალური ჯანმრთელობისთვის. რას ნიშნავს ეს? სტანდარტულად ვიცით, რომ 24 საშუალებო დღე, ის რაც არის განსაზღვრული შრომის კოდექსით, ყველა თანამშრომელს ისედაც აქვს და წლის განმავლობაში იყენებს. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ამის გარდა გვინდა, რომ ესეთი ბენეფიტით ისარგებლონ თანამშრომლებმა, რომ გქონდეთ დამატებითი დღეები, 5 დღე, რომელსაც მოიხმარენ თავიანთი სურვილისამებრ მენტალური ჯანმრთელობისთვის. ყველასთვის არის ცნობილი, რომ TBC ჯგუფი მთლიანად და განსაკუთრებით TBC დაზღვევა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სიახლეების დამნერგავია. არა მარტო მომხმარებლის მიმართ რაღაც ახალი პროდუქტების მიწოდებით, სერვისების გამარტივებით, საერთო ცხოვრების გამარტივებით, არამედ მისი თანამშრომლების მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულებით რეგიონში პრაქტიკულად არც ერთ კომპანიას ესეთი სიახლე თავის თანამშრომლების მიმართ არ აქვს, კავკასიაში და ამ რეგიონში. არის რამოდენიმე კომპანია, ცნობილი ბრენდები, ტექნოლოგიური კომპანიები, Google და ასე შემდეგ, ესეთი კომპანიები, რომელთაც ანალოგები აქვს და თავისი თანამშრომლების ზრუნვის გამოხატულებად მიაჩნიათ სწორედ ესეთი ფორმატი მენტალური ჯანმრთელობის ზრუნვით. მნიშვნელოვანი სიტყვა და მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი მხრიდან, იმ კუთხით, რომ თანამშრომლებზე ზრუნვის ნაწილში, მთელ რეგიონში ჩვენ პირველები ვაანონსებთ იმას, რომ არა მხოლოდ ისარგებლეთ იმ დღეებით, რაც გაქვთ და გამოიყენეთ, იმიტომ რომ ამასაც რაღაცა წაქეზება უნდა, ხო, რომ ეს 24 დღე გამოიყენეთ, ეს კარგია, იმიტომ რომ შვებულებაში გასვლა ზოგჯერ რაღაც უკავშირდება იმას, რომ არა ამდენ ზღვარ დავისვენებ, ჩვენ ვეუბნებით, რომ ისარგებლე 24 და კიდე ჩვენ გვინდა რომ შენ თავს მიხედო, ჩვენ გვინდა რომ შენ იყო კარგად, შენ იყო ბედნიერად და მოდი გამოუყავი შენ თავს ეს დრო. მე ამაში დაგეხმარები და მე როგორც TBC დაზღვევა, შენი დამსაქმებელი, შენი ერთგული მეგობარი კომპანია გვერდში დაგიდგები, რომ შენ თავისთვის რაღაცა დრო გამონახო და შეიძლება ეს არის ისეთი საკითხი, რომ უფრო მეტიც გავაკეთო და რაღაცა თქვა ამ მიმართულებით რაღაც სხვა ნაბიჯებიც გადავდგა და დავეხმარო თანამშრომლებს იმაში, რომ რაღაცა გეზი მივცეთ, ხო, როგორ შეიძლება ეს გამოიყენო. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კომპანია უბრალოდ კი არ მოგბაძავს, არამედ თავის კორპორატიულ კულტურაში, ასე ვთქვათ, ჩადებს ამ ნაწილს. შეიძლება ეს იყოს საშუალებო ფორმატი, შეიძლება სხვა ფორმატი იყოს, მაგრამ თავის თანამშრომლების მიმართ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ელემენტი აუცილებლად უნდა გაჩნდეს. პირველები ჩვენ ვიქნებით, მოგბაძავენ, იმედი მაქვს და ზოგადად ქართულ ბიზნესშიც თუ დამკვიდრდება ეს კორპორატიულ კულტურაში, ამასაც მიესალმებ.